მოგესალმებით მეგობრებო, ახლა ვერ ვალოდინებ პატარა ანდრიას, რომელიც პირველ კლასში სწავლობს და რადგან ყველა დავალება პირველი თავიდან და მეორე თავიდან შეასრულა და ერთი სტუდიან მესამე თავში რა იქნება ნახოს, გავაკეთე დღეს მესამე თავი და ძალიან დიდი მადლობა ანდრიას. და ყველა ანდრიას, რომელიც ამას შეავსებს თუნდაც ერთჯერ და რაღაცა мотивациას მომცემს, რომ გადავიდე მეოთხე თავზე, მეხუთეზე, მეათეზე და ეს 640 გვერდი როგორმე სიამოვნებით მოტივირებულად ერთად გავაკეთოთ. მოკლედ მესამე თავში არის დავალება, რომელიც ცოტა სხვანაირია, სიტყვებია სხვანაირი, მაგრამ მე შევეცადე ახლა ცნობილი ლექსებით, შეიძლება ზოგიერთი ლექსი არასაღოშოა, ამას ყველაფერს გამოვსვი, მაგრამ ახლა სერვერზე არ ვარ და სერვერიდან უბრალოდ ვქაჩავ MP ფაილებს, მე მგონი სწორად გამოვთქვი. და ვნახოთ რა ხდება ახლა. შევედით თავი მესამე. ნახე, ახლა უნდა მოусმინოთ სიტყვას და სიტყვები, ესე იგი სათაურები უნდა გავიგონოთ და ჩავწეროთ აქ. პირველად ვაკეთებ თქვენთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს კოდი მუშაობს. იმდენი დამხმარე მყავდა დღეს ჩემს ოჯახობას გულისხმობ. მაშასე ვიწყებთ. აი, ბავშვმა ისი ჩართო, ფონი რო დადოს, რა გეშვათანა. დავიწყეთ. ტიციან ტაბიძე, ალავერდობა. ალავერდობა უნდა დავწეროთ. ჩარდახიანი დგანან ურმები, კამეჩი კამეჩს ლანდით აშინებს. გაჩერდა. ხო ხედავთ? ესე იგი, თუ არ გინდათ რომ გაჩერდა სრულად მოусმინოთ ლექსს, ნუ შეამოწმოთ. უდროთ, მოусმინეთ ბოლომდე, ლექსსაც მოусმინეთ, დაიმახსოვრეთ რომ სათაური ალავერდობა იყო და მე გადადით მეორე სიტყვას. გავუშვით მეორე და მოდი ახლა დავუშვათ შეცდომა. ვაჟაფშაველა ამოდის ნათდება. ამოდის ხამეა ძიმე ნათდება. თოვლით გადალესილა მთავარი. არც ერთი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქი ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც ამოდის ნათება ასე უნდაო და მეორეჯერ უკვე დაგიწერა და გაჩერდა ისა რა ქვია. აღარ უკრავს უკვე. პრინციპი იგივეა. თქვენ გინდათ ბოლომდე მოусმენთ, არა თუ არ გინდათ მაშინ დროზე ადრე შეამოწმეთ. ახლა რადგან სულ გვაქვს ჩვენ 10 სიტყვა, მოდი 10-ვე გავსვით და ვნახოთ ბოლოს რა მოხდება. ახლა ვართ მესამე სიტყვას. გავუშვით. მოусმინე სიტყვა. ტიციან ტაბიძე, ანანურთან. ეთუნება თამუნია წერეთელს. შენ აქ რა გინდა? მაგრამ ყოველთვის მომაგონდები ამ ანანურთან. შავი არაგვი, თეთრ არაგვს ერთვის. ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა. დავნახოთ. ანანურთან. აი რატომ არ გაჩერდა ეს უკვე არ ვიცი და ანანურთან. ყველაფერი სწორია. მოდი ახლა კოდში ვნახავთ თქვენის ნებართვით. რა შემეშალა და მერე გავაგრძელოთ საუბარი. მინდოდა მხოლოდ ანდრიასის და მის თანატოლებისთვის ჩამეწერა, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მუშაობის პროცესში ვართ. აქ მგონი მე ერთი ის მაგ რა ქვია მაგას ხალხო, აი ასა ხო, კარგი, აქ მგონი ერთი цаრიელი ადგილი მაგ რაც არ შეიძლება და ამას მე თვითონ გავასწორე და მე დარწმუნებული ვარ იმუშავე და ახლა დავბრუნდეთ ასე. კარგი ბატონო, შემდეგი დავუშვეთ. მოდი აქ რომ შეცდომა არ დავუშვათ. ატენის სიონი. ქვია შემდეგ იმას, რადგან დავიდა. ნიკო სამადაშვილი, ატენის სიონი. დასაბამს ქვემოთ აქ ტყებუდობდა პირქუში, როგორც ამაოება. შეხიზნებოდა მთებს ქურდებით, გამოქვაბული და მყუდროები. ატენის სიონი. აქ ახლა ვნახოთ აქ რა კიდე შეცდომა კოდში. ატენი, აი ახაც ისა მაქვს, ხო ხედავთ? ახლა აფხაზ ამას პირდაპირ ამოვიღებ აქედან და ასე ჩავწეროთ. კარგით? მეთმაც ხონოს. კოდში შემოშალა. კარგით. სიტყვა. ესე იგი, წავედით. უსმენთ სიტყვას. ეს ქართულად დაწერილი როული, რომელსაც ავტორისეული სტილისა და ისტორია. შემდეგს მოусმინოთ ახლა მოდი ისევ გადავიდეთ აქა
რომ ისაც შეგვიშალოს, ხო? აქ თავარი ხო გესმით რა არის, რომ აქ თუ წერტილი არ იმუშავებს. ამას ყველაფერს მოდი აფხაზური კანტატა ვნახოთ ახლა. შემდეგი მოусვინეთ. ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბები. ბადეს უშლიდა ნახეთ, ესე იგი, ის გაწერისას არანაირი ზედმეტი მოძრაობა არ შეიძლება. ანუ ცარიელი პრაბელი რასაც ქვია, არ უნდა გავაკეთოთ. შემდეგი სიტყვა არის სულ აფხაზი ირაზე მაგაღებული და ამიტომ მოდი აქ ასე დავწერ ახლა. იმიანი, პირდაპირ დავწერ ცარიელი ხაზი და შემდეგ გავასწორებ. კარგით? დავიდა მეშვიდე. მოდარ დუმბაძე, აფხაზთა გულისწინებს ფრთხილად უნდა შევეხოთ. ამას წინათ შოთა სორი, არ არ წამოიღო ეს. კი ბატონო. კი ბატონო, აი ნახლა შეუნდოდა. ასე მოკრიფ. არა უშ. ესენი არ არის პრობლემა ხალხო. გაასწორს. აქ თავარი ხომ არ არის ჩემი კოდი სწორად მუშაობს არ არის. ამ ეტაპზე თავარი არის ინტერესი გავაღვიძოთ პირველ კლასელებში, მათშობლებში და მათ მასწავლებლებში და მაინც პირველ კლასელები ყველაზე მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით აქ ხო არ არის მნიშვნელობა რამდენი წლის ადამიანი, აქ მნიშვნელობა აქვს, როდის იწყებს სწავლას ქართული ენის, მაგალითად ემიგრანტები. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენთვის, რომ ემიგრანტებს გამოადგეს ეს ამბავი. შემდეგი ვნახოთ რა არის მერვე. თუ 10 წუთი გავიდა ხალხო, მე გამომაგდებს ეს პროგრამა და ეს არის აღმართ. აქ აგეწერეთ ის ცნობილი ლექსი, ვნახოთ ახლა რამდენად სამოშოა, ახლა ამაზე ვერ იმჟელებთ რა. მაგალითად წერეთ აღმართ მიდიოდი მანევა სერზე შევდე კი ბატონო. აღმართ. შემდეგი არის ახლა მინდა ბოდიშით ახლა მინდა ისევ სწორი პასუხი დავწერო პირდაპირ. რამეს თუ არ მაგ ბედი ქართლისა ვნახოთ. ბოდიშით რა ვქნა ახლა ამაც არა ვარ დიდი სპეციალისტი. ბედი ქართლისა. ბოდიში ჯერ არა. ისეთ გაწევს, მაგრამ ბავშვებია. ნიკოლოზ ბარათაშვილი. ბედი ქართლისა, კახთა მიმართ. ძმანო კახელ. სწორი პასუხია ბედი ქართლისა. მოდი ახლა კიდე ერთხელ გავუშვათ და შევამოისმენთ. მოусვინოთ თავიდან და ახლა დავწეროთ როგორც არის, ასე როგორ გააკეთეთ ძალიან. ნიკოლოზ ბარათაშვილი. ბედი ქართლისა, კახთა მიმართ. ძმანო კახელნო ნამდვილ ქართველნო მულხინე სულით. თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ დაგმი. ნიკოლოზ ბარათაშვილი. ბედი ქართლისა. აი ასე დაწერა. კარგით, ახლა ნახოთ მე-10 სიტყვა. ამასაც გავასწორებ პირობას გაძლევა ხარ რატო არა ავტოპორტრეტი. აი ნახე ავტოპორტრეტი ასე წერია და ნახოთ ჩავწეროთ პირდაპირ ავტოპორტრეტი და არ გაასწორა სწორად, მაშინ ვიდან გავაკეთოთ. პროგრამაშიც გავაკეთებ ცვლილებას, ეს არა პრობლემა. თავი არის ბოლოსაც გავარ მართლა არ ვიცი რა. ტიციან დავიცე. ავტოპორტრეტი. შემოწმება სწორია. მოდი კიდე ერთხელ ვცადოთ ახლა. ეს მოусვენთ. ტიციან დავიცე. სწორია, ხო, მოკლედ უნდა ვნახო რა პროგრამაში რა ხდება, კარგი ეს დავამთავრეთ ყველაფერი და ახლა ვნახოთ რა გააკეთა ამან გააკეთა ის რომ შეგვიძლია ჩვენ ეს ამოვბეჭდოთ და ამ ვარიანტში როგორც ხედავთ, ნახეთ სწორ პასუხებს ამოგაბეჭდეთ. ამ ვარიანტში მას არ აქვს სტატისტიკა და მე ახლა სტატისტიკასაც შევეცდები მივხედო, იმიტომ რომ ჩემი აზრით აუცილებელია სტატისტიკას ერთგვარი мотиваცია, როცა აუნჯობესებ თქვა ორჯერ ვაკეთებ და იმავეს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.